მოსწავლებელმა გაგიძახა? არა, დღეს არ გამიძახა დაფასთან გაკვეთილის მოსაყოლოდ ყოველ დღე შენ გამოდიხარ. დაისვენი ცოდო ხარო. მართალი უთქვამს, ყოველ დღე შენ ხომ არ გაგიძახებს გაკვეთილის მოსაყოლად. ჯგუფში სხვა ბავშვებიც არიან და მათაც უნდათ. მარიამ, არ გიხარია ჩვენ ერთად დღეს სახლში რომ მოდეხარ? კი, მიხარია და თან არ მიხარია. ეგ როგორ თან გიხარია და თან არ გიხარია? მიხარია, იმიტომ რომ კარგი გოგონები ხართ. არ მიხარია, იმიტომ რომ სულ ასე ხელჩაკირებულები უნდა ვიაროთ ახლამდე. მარიამ, რა ვქნათ? დედა შენმა ასე გაგვართლა. მარიამს ხელი მაგრად მოკიდეთო. უცევსადნე არ გაიქცესო. აი, ხომ ხედავთ, არ გიჭირავ ჩემი ხელი, მაგრამ ხვალ ვინ უნდა გამომიყვანო სკოლიდან? ხვალ ჩვენ გამოგიყვან ზეგაც და იქამდე სამ დიდი გოგო არ გაიზრდები. კარგი, გამომიყვანეთ, მაგრამ ვერ გავიგე, რატო ისინია დედაჩემს ჩემი მარტო სიარული. მაგას რა გაგება უნდა? გზაზე ცუდად არ გადავიდეს, ან ვინმე არ შეაშინოს გზაშიო. გასაგებია. გასაგებია კი არ წამოდი ხეთქა. ოგომი. გამარჯობა. არა. არა თქო. მაუს ჩქარა აქედან. წადი. ყოჩა ხმარ შენ რა მამაცი ყოფილ ხარ. ეს ძაღლი შეიძლება ყოველ დღე აქ დავხვდეს, რა გვეშველება? ნუ გაშინიათ გოგოებო, ათი მე გამოგიყვანთ ყოველ დღე სკოლიდან. გოგო, რაღაც შოკოლადი მინდა. ხო, დღევანდელი მწარეორიანის შემდეგ ტკბილს გთხოვს ხო ორგანიზმი? ეგორიანი არ გამახსენო გეხვეწები რა. კარგი ხო, კარგი. ისე რა უნდა და იმ მასწავლებელს რატო დაგიწერა ორიანი? მე რა ვიცი, რა მოხდა თუ შემთხვევით დავალება ვერ დავწერე. გაკვეთილი ვერ უსწავლე, კლასში კიდევ ვლაპარაკობდი. აი ამის გამო ორიანი როგორ უნდა დამიწერო? აი არ უნდა შეგხვსხეს მაინც. არ თქვა, რა დღეში გვამყოფებენ მასწავლებლები მოკლედ. აი ტერორში ვართ რა. ისე ტკბილი მართლა კარგი იქნებოდა. რამე შოკოლადი, ოღონდ გემრიელი. მაგრამ ფული რომ არ გვაქვს არც ეს. აუ, რა ცუდია გოგო უფულობა. შოკოლადი ვერ შეგვიჭამია ბავშვებს. ეს არის კაცო ყველაფერი საუკეთესო ბავშვებსო. აბა, გოგო, აი შენ დამოდის, კითხე იქნებ მას კონდეს. ხო. აი გითხავ. გამარჯობა ჭკუის კოლოფებო, როგორ ხართ? ამასაც თუ ყოფნა ქვია, ვართ რა. უსარტა, შოკოლადი მეყიდე რა. მერე? მეყიდე რა. მე კეთილფერიას გავართო თოვლის ბაბუას, შენ სურვილები რო ავასრულო. კარგი რა, შენ უეჭველი გექნება ფული. ფული საიდან უნდა მქონდეს? სკოლიდან მოდივარ და არა ბიზნესმენების შეკრებიდან. სარტა, მიყიდე შოკოლადი თორა, დედას ვეთყურო მცემე. უე დედა. როდის გცემე, რა მატყუარა ხარ? ვეტყვირო თმებით მithრიე. დედა ეგაც ისულელეს არ დაიჯერებს. დაიჯერებს, როცა ფაქტს ვაჩვენებ. სარიტა მცემა და სულ თმებით მithრია. რა დიკაპრიო, რის დიკაპრიო, შენია ოსკარი რა. აჰა, აიღე შენი ფული და ჭამე შოკოლადი. დაიცოდე ეს დღე დაიმახსოვრე. კარგი. წამოგოგო მაღაზიაში. აჰა, გოგო. მადლობა. არაფერს. ძალიან გემრიელი იყო შოკოლადი. ძალიან რაღაც კარგი იყო. მაგრამ რაღაცნაირად გული ამიმსუყა. გოგო, მე რა პრობლემაა? გვაჩუქებს წვენებს მაღაზიის გამყიდველი. თვითონ რატომ გვაჩუქებს? დანაშაულის გამოსაწყდა გენაცვალე. რომელი დანაშაულის რა სისულელეებს ლაპ? აი რომ მივდიოდი და ფეხი რო დამდოდა წამაქცია. აბა ერთი რა ეგონა მაგს. ყოიდე და ფეხი. შენ კი არ გეკუთვნის ოსკარი. შენ თვითონ ხარ ოსკარი რა. დამელოდე. გოგო, გუშინ იცი რა მაგარი კინო ვნახე?
ხო, გოგო, მეც ნახე ერთი. რატომ გაგვიცა დღეს მათემატიკა? მასწავლებელს ქონია სიცხე. აბა, ისე სწრაფად გადაშალა. გუშინ ჟურნალი ორიანის ჩასაწერად ეტყობა. ფურცლერმა დაუნიავეს და გაცივდა. არა და დღეს მეწერა მაინც და მაინც დავალება. როცა მე არ მიწერია დავალება, მაშინ აღმოჩნდება ხოლმე ყველა მასწავლებელი კაჟივით ჩამხთელი. გოგოება, მე კიდე გამიმართლა დღეს არ მეწერა დავალება. და რატო არ გეწერა? ჩემი ბრალი არა, ინტერნეტის მომგონს უნდა დაუწერონ ორიანებით ორ. მე რა შუაში ვარ, უბრალოდ მსხვერპლი. წამოდით რა მასწავლებელს სახში ავაკითხოთ, მოვინახულოთ რა. აუ კარგი რა, ძლივ სკოლაში არ მოვიდა და ეხა სახშიც ავაკითხო? წამოდით რა, ეწყინება რა გთხოვთ ბავშვებო. მეც მეწყინა ის ორიანი, მაგრამ გადავიტანე, ეგეც გადაიტანს როგორმე. ოხ, თქვენ ხო ვერაფერში გამოგეყენებთ ადამიანის და ჩვენი სკოლის დარაჯები ხართ ორივე რა. ანუ ფეხზე გძინავთ ორივეს. კაი ხო, წამოდი, ავიდეთ, აბა მომლელიც არ ყავს, წამოდი გავამხიარულოთ. ხო, გოგო, თავისთვის მოკუნტული იქნება საწოლში. ჩვენ მაინც გავამხიარულებთ. კარგი, წავედით. კარგი, წამოდი. მოიცადეთ, განილადუსა. მასწავლებლის სახლიდან სიცილის და სიმღერის ხმა არ გამოდის ბავშვებო. მოიცა, მოიცა, იქნებ გაუარა და ჩვენ იმის აღარ არის საჭირო. მოიცა. Faime, ai iurați movida! Oh, Gianni iura movida! Ramagaria! Ერთი წუთით. ბავშვებო. თქვენ აქ რა სიცხე გქონდა გავიგე და ეს შოკოლადი ვიტამეთ. სიცხე რომ მადლობა, სიცხე მქონდა? სიცხე რომ გქონდათ შეგვეცოდეთ. ხო, სიცხე მქონდა კი. გამართ ესენი. ბავშვებო, დიდი მადლობა რომ მომინახულეთ. ისე ცუდად თუ რაღაცა. მოდით ბავშვებო. დირექტორსაც უთხრათ მოინახულოს ეს დირექტორი არ გინდათ გეხოთებით. რა საჭიროა დირექტორი შეწუხდება აქ მოსასწრად. ძალიან ხო დირექტორი არ გინდათ. არა, მას მეტი კი არ მეფერი. არ მინდა დირექტორი, არ მინდა ძალიან გყავდა, არ მინდა დირექტორი. კარგით რა ბავშვებო, დირექტორს რატო უნდა დაუძახოთ? ხვალ მასწავლებელი იმდენათიანებს დაგვიწერს. როგორ უნდა უთხრათ დირექტორს? აბა. რას დაგიწერთ? ათიანებს. ხო. ჩემი ათოსანი ბავშვები, ჩემი ათოსანი. კი. დაგიწერთ. რა გაყვირებს ბიჭო, არ იცი რომელი საათია, ჯერ კარგად არ გათენებულა. წადი რა, ივარჯიშე, შენ რა გინა, მე ლუკას ვეძახ. ლუკა! ნუ ყვირი ბიჭო, ხალხს ძინავს აქ, დააძინე რა. შენ რა ქვია? მე ზაზა. მე ლუკას ვეძახი, ზაზას ხო არა. წადი რა, ივარჯიშე, გამანებე თავი. ლუკა! აუ, შევწუხდი, გასკდა თავი, მითხარი რა გინდა ლუკასთან და მე ვეტყვი, კარგი? შენ რატო უნდა უთხრა? მე ვარ ლუკას მეგობარი და მე ვიტყვი. ლუკა! აუ, ნუ ყვირი ბიჭო, ხალხს ძინავს აქ, ალბათ არ არის ლუკა სახლში. ან არის და არ ესმის. აუ, ეს ვინ არის? ლუკა! ვახ, მაინც არიჯერებ, ხო? კარგი, დაგეხმარებ, იქნება ორივე ერთად გავაგონოთ. დამეხმარე. ლუკა! 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 ვა, თემო? რა გინდა? ესე გასაფრთხილებლად მოვედი შენთან. დღეს მასწავლებელმა თქვა, რომ დილით ნუ ადგებითო, ცუდი ამინდი იქნებაო და ფეხბურთი არ ჩატარდებაო.
მაგისთვის გამაგვიძე ბიჭო, ვერ ახარა. კაი, წავით. ისეთი არის. ნიკა რა გჭირს წაიქეცი? აბა ვინმე გაგაბრაზა? აბა რა გჭირს? სათამაშო მანქანა დამეკარგა. სათამაშო მანქანაა? აუ რა ცუდია. სად უნდა იყოს? რა ვქნათ? მე ვიცი, ნიკასთან წავიდეთ, ის ხო იძახის, გამომძიებლობა შემიძლიაო და იქნებ შენც გაპოვნინოს. წამოდი. წამოდი. ნიკა! რა არის, უცებ მითხარი, არ ცალია ფეხბურთს თამაშობ კომპიუტერში. ჩამოდი რა, შენი დახმარება გჭირდება. ხომ გითხარი, არ ცალია ფეხბურთს თამაშობ. ჩამოდი რა გთხოვ. რა ხდება ასეთი? კარგი ხო, ჩამოვა. აბა მითხარის რა ხდება? ნიკა მანქანა დაკარგა და ვეღარ პოულობს. იქნებ შენ გვაპოვნიო, შენ ხო გამოძიებლობა შეგიძლია. დაკარგული მანქანა? არასდროს არ გავომიძიებია. მაგრამ შევეცდები მივხვდე სად იქნება. დიდი მადლობა. ოღონდ იცი შოკოლადები მიყვარს. კარგი და არაფერს არ გავაკეთე. გეყიდი შოკოლადებს. აბა მითხარი სად თამაშობდი? წამოდი. აქ ვიყავი ბოლოს. მერე მანქანა მიატოვე? ხო, დედამთან მიზახა, ამოდი ხაჭაპური ჭამე და ისევ ჩადიო, რომ ჩამოვედი აღარ დავხვდა. ამას თევზები არ წაიღებდნენ. ბაღში ცოტა ხალხია. არა, მგონია რომ წაიღოთ. ერთი წუთით. ეს რაღაც დაახლოებით მოხდა სულ რაღაც 15 წუთში. მე სახში ძაღლი მყავს. რა ძაღლი მოიცადე გოგო. უი ხო ბოდი. წამყევით. არ ყოფილვარ. დამაცადე რა ხელს მეშიგდა ჯექი. 5 6 7 8 9.5 9.5-ს გამოვაკლოთ 15 ერთი წუთით 1 2 3 2 დამატებული 2 ხე ერთი გრძელი ბუჩქი რა ერთი გრძელი ბუჩქი ერთი წუთით ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 9 ნაბიჯი აკარაიც ნახე საწყობილა შენი მანქანა რა მაგარია ვიპოვეთ
ნიკა, საიდან მივხვდი რომ აქ იყო? ეს უკვე საიდუმლოა. თავარია მანქანა პატრონს დაუბრუნდა. მაგარი. და შენ კიდე შოკოლადი. რა შეაწუხეს შენ გული, კაცო? რას დაწვრები მაგ ბუჩქებში? მეორე ახლოს მიკარებული აღარ დაგინახო. ყოველ დღეს შეაჭერ, მოდი ხარ რაღაცა სტენი, რა სტენი ბიჭო? გამოდი ახლა მოციდი მაგ ბუჩქს. რა? საქმე არა, წადი და სახში, გაკვეთილები იმეცადინე. შენ დაუმალე ნიკას მანქანა. ასე შოულობ ყოველ დღე შოკოლადებს. მოდი აქ. როგორ ხარ? კარგად. ვა, გვირილებს წყვეთ. ხო, რამდენი გვირილა? ხო, კიდე მოვკრიბოთ ლამაზი გვირილები. კარგი, მოვკრიბოთ. მე შემიძლია მთელი დღე მოვკრიბო გვირილები. არ მომბეზრდება. აბა თოჯინებით უფრო მიყვარს თამაში შე რომ მეუბნებოდი. ვაიმე გოგო, თოჯინებით მიყვარს და ქვიშაც. არ შეიძლება ორი რაღაც ერთდროულად გიყვარდეს. ბარბარა, შენ ამდენ ხარ შემახსენე? 7-ის. მე 20, შენზე 1 წლით დიდი ვარ. მე რა 1 წლის მერე მეც ვიქნები 20. მე 6-ის ვარ. ესე იგი, ბარბარაზე 1 წლით პატარა ვარ. არიზა კიდე 2-ით. ოჩახ. ეთყობა კარგად სწავლობ ხო მათემატიკას? კი, აბა რა, სულ ყოჩახს მიწერს მასწავლებელი. აბა თუ კარგად სწავლობ, მითხარი 5-ს რა 3 მივუმატოთ რამდენია? მოიცა გოგო. მე ეგრე პირდაპირ არ ვიცი, მე მასწავლებელი საგნებიდან გამომკითხავს, მაგალითად, მაქვს 5 შოკოლადი. ანი მომცა 3, რამდენი მექნება? აბა რამდენი გექნება? რამდენი მექნება და 8. ამის გამოცნობას რა უნდა ცოტა ძნელი მკითხე. სწორია. ეხლა მე შემეკითხეთ რა. ბავშვებო! რა გინდა ბარბარა, რა გააწყალე გული? ეხლა მე შემეკითხეთ, ესე არაფერი არ გამოდის. მოიცა, მე ვერ შეგეკითხები, კარგად ვერ ვერყვევი მათემატიკაში, იმიტომ რომ ჯერ პირველ კლასში ვარ, ანი შეგეკითხოს. კაი ხო, გაქვს 7 ბანანი, ამას მიეცი 4, რამდენი დაგვრჩა? ეს ჩემთვის უმარტივესია 3. და თუ ერთი შემოგეჭამა? მე არ მიყვარს ბანანი. გოგო, ეს მაგალითია თორემ არც მოვარიგებ ესეულად კბილეულებს და შოკოლადებს. ახლა მე მკითხეთ, კარგით? კარგი. მე ვერა. მე გაჩუქე 4 კურდღელი. ამან კიდე 5, რამდენი კურდღელი გეყოლება? 10. რა 10 გოგო? ეხლა დავითვალეთ თითებზე და როგორ გეყოლება 10? ბარბარამ თუ გაჩუქა 4, მე თუ გაჩუქე 5, რამდენი გეყოლება ჟღერა? 10 თქო. რატო 10? რატო? როგორ? იმიტომ რომ ერთი კურდღელი სახლში მყავს, მამა მიყიდაო. მართალია ხო იცი შენ? სწორია. დაგველოდე. უსარტა, შოკოლადი მიყიდე რა. მერე? მიყიდე, თორემ დედას ვეთყრო, ცემე, დედა. არა, მაშეშა. ნიკა მანქანა დაკარგა და ვეღარ პოვლობთ. იქნებ შენ გვაპოვნინო, შენ ხო გამომძიებობა შეგიძლია. დაკარგული მანქანა? არასდროს არ გამომიძიებია. მაგრამ შევეცდები მივხვდე სად იქნება. დიდი მადლობა. აბა მითხარი სად თამაშობდი? რაგი? არა. შეგეჭა. ეხი გამიდგა. შენ რა მომაცი გოგო ყოფილი? მე ვამბობ მაგას. გაჩედე. მე ვამბობ მაგას. მარიამ,
დღეს მასწავლებელმა გაგიძახა? არა, დღეს არ გამიძახა დაფერთა გაკვეთილი. ყოველ დღე შენ ხომ არ გამოხვალ გაკვეთილის მოსაყოლად. ჯგუფში სხვა ბავშვებიც არიან და მათაც უნდათ გაკვეთილის მოყოლა. მარია, მარგი ხარია ჩვენთან ერთად სახლში. არის გადაარბის სახელი